აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე გახდა, მას ნდობა უმაღლესმა საბჭომ გამოუცხადა, ჯინჭარაძემ ლევან გალუბლიშვილი შეცვალა. ჩემთვის ძალიან კარგად და ზედმიწევნით ნაცნობია ჩვენი დევნილების პრობლემები. მე ამ სისტემაში დიდი ხანი გამოცდილება მიღებული, შესაბამისად იგივე მრწამსით ვარ დღეს აქ და შევეცდები ძალღონე დრო ენერგია არ დავზოგო იმისთვის, რომ ჩვენი დევნილებისთვის შევქმნათ უკეთესი პირობები და ის გამოწვევები, რაც დღეს უდგათ ჩვენ დევნილებს, მაქსიმალურად გადავჭრათ არსებული რესურსების პარკლებში. ხალე მთავრობა ყველა იმ შენიშვნას, ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც არის დეპუტატების მიერ გაცემული, იქნება გათვალისწინებული და მუშაობა წარიმართება სწორედ აი იმ რეკომენდაციების შესაბამისად. აფხაზეთის მთავრობას აქვს ძალიან ბევრი ისეთი პრობლემა მოსაგვარებელი, რომელზეც არის დამოკიდებული თითოეული დევნილის ყოფა. სპეციალური პროგრამა იქნება შემუშავებული ახალგაზრდობის მიმართულებით, რომ აი ეს ახალგაზრდობა იყოს უფრო მეტად ჩართული როგორც აი ჩვენი დევნილი საზოგადოების, ისე მთელი ქვეყნის ცხოვრებაში.